ზაფხულის სეზონი გადასარევი სეზონია იმისთვის, რომ შენი საუკეთესო თავი წარადგინო. ასე, იმიტომ რომ გეძლება ამის საშუალება. ხან სხვა არის, ხან ის არის, მოკლე ქვედა ბოლოა, შორტია, მაისურია და ასე შემდეგ, მოკეთ მოხდილი ამბავი. ხო და სადღაც მაინც ყველა ფიქრობს, 1-2 კილოთი ზედმეტი ხომ არ არის და 1-2 კილო კიდე დამაკლებინა და იდეალური ვიქნები. ხო და მოგვეცით ეს კაი რჩევები ამ 1-2 კილოს ლიკვიდაციისთვის. პრინციპი დაყავი და იბატონე. რა დავყოთ? საკვები. იმიტომ დაყავი და იბატონე სხვა საკითხთან დაკავშირებით გასაგები, მაგრამ აი აქ რა დავყოთ და ვიზე ვიბატონოთ? თეფშზე? თეფშზე. თუ საკვე, არა ჩვენ წონაზე ვიბატონოთ. ვიბატონო. უნდა დაყო თეფში ისე, შენი ყვება და შენი ჯანმრთელობის, ანუ შენ სადავეებში იყოს. და ვიბატონო მე. ვიბატონო. ანუ მე როგორც გეტყვი ისე იქნება, უნდა უთხრა, ხო? აბა? კაი, მიჭირავს ახლა ეს სადავეები რა უყო. გაუშვა თუ მეჭიროს? მიჭირავს. გეჭიროს, თიკა, გეჭიროს. ჯანსაღი და ბალანსირებული კვებისთვის, თიკა. აი ეს პარალელურად გულისხმობს იმას, რომ წონის კლება და შენარჩუნებაც მოიაზრება ამაში. მოიაზრება. აუცილებელია გააკეთო ერთი მნიშვნელოვანი რამ, გეჭიროს სადავეები. მიჭირავს, თუ დამეხალა ხელი გადმოგცე. კი ბატონო. უნდა დავყოთ თეფში 4 ნაწილად. მოდი დავყოთ თეფში, თან მიჭირავს სადავეები ხელში, როგორც დავყოთ თეფში, მიჭირავს სადავეები ხელში. და ვიბატონოთ და მოდით გითხარით, რამდენიმე თეფშის პრინციპით და მაგალითზე, როგორ შეიძლება დავყოთ რა პროდუქტი მოვათავსოთ თითოეულ დანაყოფზე, რომ ეს სადავეები სულ ხელში გვეჭიროს და ეს 1-2 კილოც შესაბამისად მოვიტოვოთ უკან. ანუ 1/4 ეს რომ გავყოთ ესე რომ ვთქვათ, პირველი ესე კი ჩვენ გვაქვს, ანუ ცილების სექცია. ცილების სექცია, აი თანაბარი 4 წილი უნდა იყოს? ხო, უცხი მოცილებზე არის ლაპარაკი და არა დავუშვათ ისეთი ცილა, რომელიც დავუშვათ ცხიმში არის შემწვარი და ასე შემდეგ ჯობია გრილზე ან მოხარშული, ხო? კაი, მაგრამ თუ ქათამი, თევზი, ანუ საქონლი. მაგრამ ქათამი მაინც თეთრი ხორცი უნდა იყოს, ხო შეიძლება ბარგალი იყოს, ხო რა? შეიძლება რომ იყოს. მე უფრო ისეთი მიყვარს, გლეხური ადგილი. ასევე ამ ცილაში შედის პარკოსნებიც, ხო, ლობიო, ბარდა, ანუ ამინომჟავებს რაც შეიცავს. და კვერცხიც ასევე. ანუ ან პარკოსნას ჭამთ ან ხორცს, ან ფრინველს, ან თევზს. 4 ალტერნატივა. უნდა იყოს თეფშის მეოთხე. ხა მითხარი, თეფში რა ზომა უნდა იყოს? აი მან დამება და კითხვა ეს. ალბათ ნუ აი სტანდარტული. სხვათა შორის ეს თეფში ძალიან კარგი. არ არის დიდი. მშვენი ერთ თეფში. როგორ არ არის დიდი თეფში? ხა აქ რო ხორცი მოვად, ეხლა ნახე ამას აკრია. კარგად ვიკვებო ეს ერთი თეფში უნდა მეყოს. ამას პატარას ხა როგორ შეჭამ? ამ უფის ნაწილში შეგვიძლია დავამატოთ თხინეულობაც რა, დავამატოთ ნუში, ნიგოზი და აი ეგ არის მეოთხე ნაწილი როგორც. ეგეც არის ისა ცილაში შედის? ცილაში. მეორე ნაწილი ეს არის რთული ნახშირწყლები, ის მეოთხედი, ანუ ერთი მეოთხედი. რთულებიც გვინდა, აბა რა არის რთული? რთული ნახშირწყლები, ეს არის პური, რომელიც მომზადებულია ცეხვილი ხორბლით. აი, არის ეს რაღაცნაირი პური. კი ბატონო. წიწიბურა შედის აქ. ყავისფერი ბრინჯიას ძალიან კარგი, შვრია, ქერი, მცირე რაოდენობით კარტოფილიც შეიძლება, სასურველად ცივი იყოს. ეხა მითხარი, ეს ხო მეოთხედი უნდა გავასვსო და მცირე რაოდენობით როგორ ჩავსვა შეგნი? თუ არ უნდა გავასვსო. ეხა გავსება არ არის ხო, გავავსებ რა. ეხა მარტო კარტოფილი თუ არ გაავსებ, თქვა, ცოტა შეიძლება რომ ეხა ჩვენ გავავსებ. ანუ რამდენიმე გარნერი შეცვა? ერთი ნაჭერი პური, მოხარშული კარტოფილი ან გამომცხარი კარტოფილი გრილში და ასე შემდეგ, ხო? ანუ მაშინ ცხიმში რო არ იყოს შემწვარი, აი. ყველი რო ჩავარ. აი, ფრი რო არის რაღაცა ეს არ გვინდა. კეთილი. კაი, წავედით ბოსტნეულზე. ხო. არა, ერთ გადავიდეთ. ხო, ნუ ბოლო ორი ნაწილია მეოთხედი, ეს არის ხილი და ბოსტნეული. ანუ ერთ ჭამაზე უნდა ვჭამო ყველაფერი, ხო? აი, აქ ფანტაზიას შეგვიძლია მიცეთ გზა ფართო და რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება და ფერადი ეს ნაწილი, მით უკეთეს, მეც სარგებელს ვიღებ, სხვა ტიპის ვიტამინებს ავიღებ, მინერალებს და ასე შემდეგ. ანუ ეს დღის პრინციპია და არა ერთი კვების, ხო, იდეაში? ხო, დღის პრინციპია კი. კეთილი. 6 საათის მერე არ უნდა ჭამო. ნამდვილად. იმისთვის რომ გაიმარტივოთ, სხვათა შორის აი ამ პრინციპის მორგება, ასე ვთქვათ, თეფშები იყიდება მსგავსი, უკვე დანაყოფებით, სადაც ძალიან მარტივად უკვე განსაზღვრავთ რა რაოდენობის ულუფა არის საჭირო და თუ დააკვირდებით, ეს თეფში არის 5 ნაწევრიანი, ანუ 5 სექცია აქვს და რა პაწაწუნა ადგილი უჭირავს რძის პროდუქტების პატარა რაღაცა მონაკვეთს. რატო არ უნდა იყოს რძის პროდუქტები ჩვენს რაციონში თუ რატო დაგვიპატარავეს ასე? საუზმეა იქნებ.
იდეა არის ის, რომ ჩვენი ძირითადი რაციონი შედგება ნახშირწყლებისგან. ოღონდ კარგი ნახშირწყალი აგერ გაკ ეს არის პროტეინი, ეს არის ხილი, ბოსტანი და ხო, ხილი. ხილბოსტანი, ანუ ძის პროდუქტი რა შეიძლება იყოს აქ? ცხიმი გვაქვს ამოგდებული სრულად. აი აქ. ანუ აქ ხაჭოს ვერ ჩასვა? ხო, ოღონდ ცოტას ჩასვა. აი კიდე არაჟანი ჩაგისვა აქ არა? შეიძლება. პატარა ყველი? კი. პატარა ყველი კიდე რა შემიძლია აქ ჩავაკუწყო. კარაქი. კარაქი. კარაქი შემიძლია. ხო და კარაქი. კი. ამ თებში არ არის სექცია გამოყოფილი ნამცხრებისთვის, ფუნთუშეულობისთვის, შოკოლადისთვის და ასე შემდეგ და ნუ ეს 1-2 კილო ახლა? ხო, ეს დესერტები შეგვიძლია რაღაც ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევაში მხოლოდ სხვა დროს, სხვა სეზონზე დამთარს უხდება ცა. კი, გადასა. რა კარგია მართლა ასეთ მეთოდით რო ვიკვებოთ, ძალიან მალე დავიკლებთ. მოდი ახლა გავაკეთოთ პირდაპირ ჯანსაღი სადილის მენიუ შემოგთავაზოთ გვინდა. გავიგოთ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, რომ მართლა სულ მონოკვებაზე არ ვიყო და ისედაც შეზღუდული, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად შეზღუდული კვება კიდე უფრო ისეთი არ გახდეს შემაწუხებელი და მოდი თითოეული თებში განვიხილოთ რა ალტერნატივები შეიძლება მოვათავსოთ აი ამ თებშის პრინციპის გამოყენების დროს. პირველი თებში გვაქვს ასეთი უცხიმო მოხარშული ქათმის ფილე არის აქ, არის ყავისფერი ბრინჯი და არის სალათი, სალათის ფურცლები, პომიდორი, ბულგარული და სხვათა შორის სულ ერთი ცალი პატარა ყველის ნატეხიც არის შიგ. რა მაკლია, ხილი მაკლია? სალათია ბევრი შეიძლება გაყო და ხილი დაამატო. ეხა ამას ნახე რამდენი კვება უწევს ეს ვისია. ეს ჩემი თებშია, თიკა. აი ეს ჩემია, აი ხა. შეკაი ორაგული და გისკუპებია. ანუ აქ 1/4-ზე დავიდევი გრილზე შემწვარი თევზი, 1/4-ზე გამომცხვარი კარტოფილი და ანაჩენი თევზი შევავსე ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული აგერ და ნუ ლიმონი თავისთავად არ ჩაოლია. თევზს უნდა მოვაწუროთ. ხდება და ცოცხალი ბოსტნეულიც დავდევი. შვენიერი არის ეს. აქ მე ხა პური არ გამოვიყენე, იმიტომ რომ კარტოფილი გაქვს. მაქვს და შესაბამისად და ხილი არჩენ არ გამოგიყენე. და არ სხვათა შორის არ ხილი ყველას გვაკლია. კი, და არ გამოვიყენე ტყემალი, არა. რატო რა დაგემატებინე რა? ახე გემოს უფრო მეტად გამიმძაფრებდა და უფრო მეტი შეჭმა მომინდებოდა და ამიტომ რა რჯობი ერთხელ ჭამოდა გემრიელად, ბარემ ტყემალიც მოასხა. ხა ტყემალი რა არის? რატო შემიწყუდე? შეიძლება. აი მზის ნაწამის პატარა იმაში რომ ტყემალი ჩავასხა რა არ მოგეწონა. მართალი ხარ, ცოტა ტყემალი მოუხდებოდა. ტყემალი, ღომი და თევზი. დამავიწყდა უკვე. დამავიწყდა 4 პრინციპით ყვება. და ნუ არ გაუშვისადავები. ვაიმე, ძალიან გამიჭირდება ეხა თევზის და ღომის გახსნა. მიდი. ჩემი თებში მოხარშული საქონლის ხორცი არის. რაღაც ნუი საწყლებ თავს გიორგი მშვენიერი თებში გაქვს. ცეკვილი პური არის და მოხარშული. ნახე რამდენი პური. მომერთი. ბევრი პურია. ტყემალი მეც მინდა. ანუ თქვენ არ გდომიათ 1-2 კილოს დაკლება. თუმცა ვისაც გნებავთ ეს 1-2 კილო, რომელიც არის ხოლმე, აი იცით როგორი თან რთული დასაკლებია, იმიტომ რომ 1-2 კილო არა? ისეთი დიდი ძალის ხმევაც არ ჭირდება ამას, რომ აი რაღაცა საბრძოლი არ არის ეს, მაგრამ თან ახან 1-2 კილო ცოტა გეზარება კიდევაც. ამიტომ აი ამ მარტივი პრინციპით, რომელიც უბრალოდ გონებაში ნოქოლეს რა ირას 4 თანაბარ ნაწილად გავყოთ თებში, ესე წარმოდგენით თუ თებს ვერ არ შევიძენთ და ესე განვათავსოთ ეს თითოეული მიმართულების საკვები თურმე 1-2 კილოს დაგვაკლებინებთ ისე რომ ეს არ იქნება ძალიან შემაწუხებელი. საჭირო ნივთიერებებიც გვექნება და 1-2 კილოს არ გვექნება. სადავე ხელში გვეჭირება რაც თავარია.